თანაარსებობა ერთ დერეფანში. ესე დაარქვა თამარ მშვენიერაძემ რეპორტაჟს, რომელიც მოგვიმზადა საკმაოდ ტკივნეულ თემაზე, მაგრამ თემაზე, რომელზეც აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. თამარა უკვე სტუდიაშია, ასევე სტუდიაში ყავს სტუმრები. ქალბატონი ინგა ლოლაძე, სარეაბილიტაციო ცენტრის მზის სახლის ხელმძღვანელი და ლინა ღვინიანიძე, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამების координаტორი. თამარ, მოგვიყევით შეიძლება შენი საღამოშვიდობისა. პატარა ნინოს რეალური სივრცის მაყურებელი უკვე იცნობს, 1 წლის წინ გაიცნო. მაშინ ის ჯერ კიდევ არ ცხოვრობდა საქართველოში, ის ოჯახთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა პოლონეთში, მაგრამ უკვე გეგმავდნენ ჩამოსვლას, იმიტომ რომ მის დედას ინგას აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გაეკეთებინა. ჩვენ ჩამოვგზავნით თბილისში და აპირებთ რომ აქ გააკეთოთ ცენტრი. დიახ. რატომ აქ? რატომ გადაწყვეტეთ ასე? პოლონეთში ვცხოვრობ როგორც აღნიშნეთ და სპეციალურად იმისათვის რომ ზუსტად ანალოგიური მზრუნველობა, ანალოგიური ყველაფერი სერვისი, სრული სერვისი ქონდეთ ამ ბავშვებს, გადავწყვიტე რომ საქართველოში გავაკეთო ცენტრი, რომელიც ამ ბავშვებს მოემსახურება უფასოდ რეაბილიტაცია, სრული სარეაბილიტაციო კურსი ექნებათ ამ ბავშვებს, ანალოგიური რაც ნინოს აქვს პოლონეთში. მართლაც აი ამ არც თუ ურიგო შენობაში, ქალაქის ცენტრში დაიდო ბინა ახალმა სარეაბილიტაციო ცენტრმა. ეს შენობა არის საბურთალოზე. რაც შეეხება სარეაბილიტაციო ცენტრს, იქ ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება. სივრცე დიდი არ არის, მაგრამ როგორც დავაკვირდი, ყველა კუთხეში რაღაც პატარა აქტივობა ხდება, კი და რაც თავარია, ყველა ძალიან მეგობრობს ერთმანეთთან. ეს მაგალითად სენსორული ოთახია, სადაც პატარა საბას ავარჯიშებენ. რაც თავარია, აქ პოლონელი და ქართველი სპეციალისტები ერთად მუშაობენ. პოლონელი სპეციალისტები ქართველებს თავის მეთოდებს და გამოცდილებას უზიარებენ. მოკლედ, დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ამ ცენტრზე და ზოგადად მგონია, რომ ეს ცალკე გადაცემის თემა, უბრალოდ დღეს მე დერეფანზე უნდა ვილაპარაკო. იმ დერეფანზე, რომელიც როგორც მიყვებიან, სადაც როგორც მიყვებიან ამ ცენტრისთვის გამოყოფილი სივრცე მთავრდება. საქმე იმაშია, რომ ამ დერეფანში, როგორც შენ აღნიშნე გიორგი, თანაარსებობის პრობლემაა. ამ დერეფანში, როგორც ჩანს, რაღაცნაირად ვერ შეეწყნენ ერთმანეთს ცენტრის თანამშრომლები, ზოგადად ცენტრი და ის ადამიანები, ვინც ამავე დერეფანში და სართულზე, მე-6 სართულზე ელაპარაკი, საოფისე ფართებს გირაობენ. და მოდით მოусმინოთ მშობლებს, ისინი გვეტყვიან, რა უხერხულობას ქმნის ეს თანაარსებობის პრობლემა. გამორჩეული ვიზუალურობა და აქ რასაც წავაწყდით, ეს პრობლემა იყო ზუსტად რომ თურმე აღმოჩნდა, რომ ყველას არ სიამოვნებს გადმომცეს, რომ ბავშვი შემოვიყვანო ოთახში, რადგან არ სიამოვნებს ჩემი შვილის ყურება. ჩემი შვილი არის დაუნის სინდრომით და რატომღაც მუშაობის ხალის უკარგავს ამ ხალხს. ლიფტში რომ თუ ნახეს რომ ჩვენ შევდივარ და თვითონ თუ არიან ზოგჯერ ყოფილა ისიც რომ დააჭირეს და წავიდნენ და აუტოვები ვართ. არ იმგზავრეს ჩვენთან ერთად. ყოფილა მსგავსი შემთხვევაც. კი, ჩვენ ვცდილობთ ამ ცენტრში რომ საზოგადოებას აქონდეთ ამათ ჩვეულებრივი ურთიერთობა. ისეთივე მოქალაქეები არიან როგორც ყველა დანარჩენი, ხო? და გამოდგეს სურვილი რომ ან თქვენ უნდა წახვიდეთ, ან ჩვენ. სავარაუდოდ ესეთი ის არის რომ შეგვეძლოს ჩვენ წავიდოდით. რას ნიშნავს ეს?
პირველი დღეებიდანვე ვიცოდით, მაგრამ მაინც დავჭით, გოგონა რომ რაღაცნაირად გამოსწორდებოდა ეს ურთიერთობები, მაგრამ არა. სამწუხაროდ არანაირად არ გამოსწორდა და არ დავაგდა. პირიქით უკვე იძულებული ხდებით, რომ დავტოვოთ და წავიდეთ, სხვაგან გადავიდეთ. ჩვენ არავისთან არ ვაპირებთ ჭიდაობას. თითოეული მათგანი უნდა ეჭიდაოს თავის თავს, რომ ეს გადალახოს და მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგები ზუსტად მათ ჭირდებათ, რომ საბოლოოდ გაიაზრონ, რომ ამ ქვეყანაზე აი მარტო დაალაგებული ცხვირის და თვალების მქონე ხალხი არ დადის და მათ გვერდით ერთხელაც გაივლის დაუნის სინდრომით ბავშვი. ესეც ასე. დიდი მადლობა თაკო. სიუჟეტის მომზადებისთვის მე ინგასთან გადავალთ შეიძლება პირველი შეკითხვით. მე მაინტერესებს ინგა თქვენ როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრს ეძებთ სივრცეს სარეაბილიტაციო ცენტრისთვის რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდით, ანუ გქონდათ მოლოდინი და დაუშვით, რომ ესეთი ამბავი შეიძლება მომხდარიყო? კრიტერიუმებს რაც შეეხება გიორგი, ჩვენი კრიტერიუმები იყო მხოლოდ ის, რომ ყოფილიყო სივრცე, ყოფილიყო მზე, ბევრი მზე. რაც თაკომ ნახა, რომ ამ შენობაში ნამდვილად ბევრია. რაც შეეხება მოლოდინს, არაფრით არ ვიყავ მზად, რომ საქართველოში აი ესეთ სიტუაციას წავაწყდებოდი. ბევრი რამისთვის ვიყავ მზად, გულახდილად ვიტყვი, ვიცოდი რომ უამრავი დაბრკოლებების გადალახვა მოგვიწევდა, მაგრამ აი ეს იყო ჩემთვის შოკური რაღაც მდგომარეობაში ჩავარდი. მეგობარმა დაჟე მითხრა, რომ ეს სტრესი მიიღო, ემოციური სტრესი გაქვს მიღებული, მართლა ვერ გამოდიოდი რამდენიმე ხნის განმავლობაში მდგომარეობიდან. ინგა პირველად როდის და რა ფორმით იგრძენი ეს უხერხულობა, რომელსაც უქმნიდით მეზობლებს? ან ზოგადად ეს უხერხულობა, რომელსაც ეს დერეფანში ყოფნა? ამ შენობაში რომ გადავედით, შენობის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება იყო ასეთი, რომ უნდა მოეხდინათ რაღაც გარკვეული ნაწილის ადაპტირება, რომ სტანდარტებთან უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება ახლოს. და რატომღაც დროში გაიწელა ამ საპირფარეშოს ადაპტირება უნდა მომხდარიყო, იქ დაბლა შემოსასვლელში პანდუსი გვინდოდა და დროში გაიწელა. და მე დამიძახა მენეჯერმა, მე ოღონდ არ მინდა რომ ან ქალბატონ მაკაზე ან ბატონ მალხაზე რამე ზედმეტი ვთქვა, იმიტომ რომ მართლა ძალიან გულისხმიერად მოგვეკიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. დამიძახეს და მითხრეს, რომ მქონდა თუ არა სურვილი სხვა სართულზე გადავსულიყავი, რომ იქ შემოთავაზებდნენ უკეთეს ადგილს, უკეთესი, ბევრად უფრო დიდი სივრცე იყო. და რომ აჩვენეს, მე სიმართლე გითხრათ, უფრო მომეწონა. მესამე სართულზე და ვთქვი, რომ გვინდა. რომ თქვენ მაშინ ეს რეალური მიზეზი არ იცოდეთ? ჯერ არ ვიცოდი კიდე. ჯერ არ ვიცოდი. და დაახლოებით 2 თუ 3 კვირის შემდეგ დამიძახეს ისევ და ბატონი მალხაზი იყო საშინლად აღელვებული, ანალოგიურად ქალბატონი მაკაც და მითხრეს, რომ ესეთი რამე ხდება და იძულებულები ვართ, რომ გადაგიყვანოთ სხვა შენობაში. უბრალოდ შემოთავაზეს, რომ გადამიყვანდნენ სხვა შენობაში. ეს უკვე როგორ არის იცით, ჯერ ის იყო ჩემთვის ძალიან მიუღებელი, რომ ხალხი გამოთქვას პრეტენზიას, რომ ჩვენი შვილები დერეფანში ხვდებიან, ჩვენი შვილები ლიფტში ხვდებიან. თუ გიცდიათ ამ ხალხთან საუბარი, თუ გიცდიათ მათთვის აგიხსნათ, თუ რა სარგებელს ღებულობენ ისინი თვითონ აი ამ სივრცეში თუ მოახერხებენ. ეგ ყველაზე მძიმეა, რაც შენ ახლა მკითხე გიორგი, ყველაზე მძიმე პასუხის გასაცემი ეგ არის. ერთადერთ ადამიანს ველაპარაკე სამწუხაროდ, აი ამ საუბრის შემდეგ არ დავინტერესებულა რომ ის სახელი და გვარი გამეგო. რაში შეუშალეს ამ ბავშვებმა ხელი, რა გახდა მიზეზი იმის, რომ ჩვენი წასვლა მოითხოვეს. და პასუხი იყო საკმაოდ ცინიკური, აი დაუნდობელი პასუხი. დედას ესე ადამიანი არ უნდა ელაპარაკო. წარმოიდგინე შენი თავი ჩემს ადგილზე. მე როდესაც ამ ბავშვებს ხვდები დერეფანში, შრომის უნარი მიქვეითდება. ეს მე არა ვარ პირველი, ვინც ამ პრეტენზიებით მივიდა ამ ოფისის ხელმძღვანელობასთან. მე ვიყავი მესამე თუ მეოთხე და მიხარია, რომ ჩემზე ადრე სხვები მივიდნენ.
აი მხოლოდ და მხოლოდ ესეთი სიტყვები მოდიოდა, არაფერი ისეთი. ვუთხარი ის მოიცა ძალიან იმათ მითხრა, მეწოდებიან ეგ ბავშვებიო და რა ჭირთ მეთქი ამ ბავშვებს შესაძოდი. თქვენ ხართ მეთქი ცოდოები, რომ ამ ხელა ადამიანი ვერ მიხვედი ჯერ კიდე, ნუ არ ვიცი ვერ განვითარდი, შეიძლება ეს დავარქვა, რომ ჩვეულებრივები არიან ესენი. მარტო იმისთვის, რომ თვალის ჭრილი მაქვს სხვანაირი, ხო ვიღაცამ ხელი არ უნდა მკრას და სარდაფში არ უნდა ჩავიკეტო. ხო და ოღონდ ისიც უთხარი. თქვენ საქართველოში არ არის დიდი ხანი რაც ხართ. სხვა დროს აი აქ ყოფნის პერიოდში უკვე თუ ქონიათ მსგავს ფაქტთან თუ წაწყდომი ხართ? გიორგი, დღეს მქონდა მაგალითად ესეთი შემთხვევა. ლესელიძეზე აუცილებლად ვიყავი შესასვლელი სადღაც დაწესებულებაში და ნინოს დაეძინა მანქანაში. ვერ გადავიყვანე სკოლიდან წამოვიყვანე ბავშვი და დაღლილს დაეძინა. კაფე იყო თუ ბარი, ამის წინ ისხდნენ გოგონები და ვიღაც ბიჭი და ვთხოვე. მანქანის გასაღები მივეცი და ვთხოვე, რომ 10 წუთით უნდა გავიდე და თუ შეგიძლიათ, რომ ბავშვმა რომ გაიღვიძოს უცბად, რომ ბავშვს მეაქციოთ ყურადღება. ესეთი რამე მე პირადად არ შემხვედრი აქამდე, რაც აი იმ ცენტრში მოხდა. მანამდე მე პოლონეთში მქონდა გაგებული იქ კარები აუჭედეს, დაულუქეს რაღაცები. კი, მაგრამ იმდენი საპირისპირო რეაქცია, იმდენად საპირისპირო რეაქცია მოყვა მე საზოგადოების მხრიდან, რომ მე ვიფიქრე, რომ აუ ბედნიერი საქართველო, რომ დამთავრდა ყველაფერი და საზოგადოება. კარგით, მინდა მოდი ლინასთან გადავალ მე შეკითხვით. რამდენად შეიძლება ლინა რომ ეს ფაქტი დისკრიმინაციად შეფასდეს? მადლობა გიორგი და მადლობა მოწვევისთვის. ალბათ უნდა ვთქვა პირველ რიგში ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამ ცენტრის არსებობა და ეს არის როგორც ვიცი, მშობლებისგან და სხვა პირებისგან არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ცენტრი, რაც კი არსებულა ბოლო პერიოდში და ის ემსახურება და სერვისებს თავაზობს ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს საზოგადოების, როგორიც არის დაუნის სინდრომის მქონე და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები. ამიტომ ამ ცენტრის არსებობა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არა მარტო ამ ბავშვებისთვის, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც დღეს ამბობს, რომ არ შეუძლიათ მუშაობა, იმის შემდეგ რაც დაინახავენ ამ ბავშვებს და ასე შემდეგ. ეს არის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც იმიტომ, რომ ეს დერეფანი წარმოადგენს აი ამ შემთხვევაში არის პატარა მოდელი საჯარო სივრცის, ხო? და სინამდვილეში ეს მიუღებლობა ამ ბავშვების მათი უცხო და არასრულფასოვნა დახკმა, რომლებიც უნდა შეიბრალო, შეიცოდო, უნდა იფიქრო, რომ აღარ შეგიძლია მათ გვერდით ყოფნა, მათი დანახვაც კი არ გინდა, იმიტომ რომ ისინი ცუდად მოქმედებენ, მათი არსებობა არის თავისთავად პრობლემა და ეს პრობლემა არის აქვეითებს, ხო, ძალიან უცნაურია ეს ახსნა, მაგრამ ამაზეც ვისაუბრეთ, რომ შეიძლება ეს იყოს ლოგიკური, იმიტომ რომ ასეთი არის საზოგადოება. ეს დერეფანი არის საჯარო სივრცის სიმულაცია ამ შემთხვევაში, სადაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ იყავი სხვაგან, სხვა ოთახში, მაგრამ მე არ დაგინახო. შენ გაიარე ისე, რომ მე არ მქონდეს შენთან კონტაქტი, რომ შენ არ იყო საჯარო სივრცის წევრი, სადაც ყოველთვის ისევე როგორც მე შემიძლია, რომ შეგვიძლია რომ გამოხვიდე და დაინახო და შენი ხმა გააგონო სხვებს. ამიტომ ეს არის ძალიან კლასიკური მაგალითი. ეს შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მსუბუქი შემთხვევაა, რადგან მე შემიძლია გავიხსენო სხვა შემთხვევები, როცა მაგალითად რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ბაღის კარები აჭედეს და არ შეუშვეს მშობლები და ბავშვები და უთხრეს, რომ სხვა შესასვლელით უნდა ესარგებლად. და რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში ეს იყო სალსახა დისკრიმინაცია, რადგან უფლებაში ჩარევის ფაქტი იყო ძალიან ცხადი. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ვისაუბროთ დისკრიმინაციაზე, რადგან დისკრიმინაცია არის იმგვარი მოპყრობა, უბრალოდ ინტენსივობა არის მნიშვნელოვანი და უნდა დადგინდეს ამ შემთხვევაში უფლებაში ჩარევა არის თუ არა, ფაქტობრივად და რეალურად ხდება თუ არა შეზღუდვა რაიმე უფლებით სარგებლობის ამ ეტაპზე ესეთი მწვავე ჩარევა შეიძლება ვერ დავინახე, მაგრამ შეიძლება ამ კონფლიქტმა უხერხულობამ, როგორც დელიკატურად ვიყენებთ ამ სიტყვას, მიიღოს კიდეც ასეთი ფორმა. ამიტომ დისკრიმინაციის ფაბულას ეს საქმე ქმნის, თუმცა მნიშვნელოვანია ინტენსივობა არის თუ არა უფლებაში ჩარევა, მაგალითად, მშობლებს თუ არ შეუძლიათ მივიდნენ სერვისამდე იმის გამო, რომ ვიღაცა ეუბნება, რომ აღარ შემოხვიდე, რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული ნიშნით უფლებაში ჩარევა. ამიტომ ამ ინტენსივობის პირობებში ჩვენ შეიძლება რომ დისკრიმინაციის შემთხვევაზეც ვილაპარაკოთ და არსებობს ამისთვის მექანიზმები და ჩვენც ვართ მზად რომ დავიწყოთ ამ საქმეზე მუშაობა თუ ეს იქნება ცენტრის სურვილი, მაგრამ პრობლემა არის კიდევ უფრო ფუნდამენტური. არსებობს შემთხვევები, როცა ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ რადიკალურები, გამოვიყენოთ სამართლებრივი მექანიზმები, როცა გვაქვს დისკრიმინაცია პირობითად, მაგრამ არის შემთხვევები და შეიძლება ამასთან გვაქვს საქმე, შეიძლება უფლებაში ჩარევა ესე ხისტად არ ხდება, შეიძლება ღირსების შემულახავიც კი არ არის, მაგრამ გრძნობს სანამ შევაფასებდით რეალურად ამ ამბავს, მგონია რომ აუცილებლად უნდა
მოგიყვეთ რა მითხრა მენეჯმენტმა, როდესაც მათ ველაპარაკე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ და აბსოლუტურად არ იყვნენ წინააღმდეგი, რომ ელაპარაკათ ამ თემაზე, უბრალოდ უარი თქვეს სატელევიზიო კომენტარზე. მათ მითხრეს კონკრეტულად მენეჯერმა, მითხრა, რომ ანუ რაღაც ტიპის ხმები მის ყურამდეც მივიდა, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ამ ადამიანების ამ ბავშვების ყურება არ სიამოვნებთ. ის რაღაცნაირად ცდილობდა, რომ აქცენტი გაეკეთებინა გულის ტკივილზე. რომ სხვა ოფისის თანამშრომლები განიცდიან მათ გულის ტკივას და ეს იწვევს იმას, რომ მათ შემდეგ დღის განმავლობაში მუშაობა არ შეუძლიათ. ანუ რეალურად ესეთი არის პასუხი იმ ადამიანების მხრიდან, ანუ ვინც გარკვეულწილად ახლა გადაწყვეტილებას იღებს. ანუ მოხდება დარჩებიან ინგა დაუშვათ და სარეაბილიტაციო ცენტრი ამ ოფისში თუ არა. მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ინგაც. კიდევ მნიშვნელოვანია, რომ მე შევეცადე დავლაპარაკებოდი მეზობლებსაც, მაგრამ რა თქმა უნდა ეს საუბარი არ ჩამიწერია. ძირითადად უარყოფდნენ ასეთ ფაქტს და მაშინვე გითხარით ეს ამბავი, მაგრამ უბრალოდ ერთ-ერთმა მეზობელმა აღნიშნა რაღაცნაირად შეეცადა, რომ ეს თემა წაიყვანა ლოჯისტიკის ჭრილში და თქვა, რომ უბრალოდ იმის გამო, რომ ანუ თვისობრივად სხვადასხვანაირი ოფისებია განლაგებული ერთ დერეფანში, ის ფიქრობს, რომ ამ ორი ოფისის, ამ შემთხვევაში სარეაბილიტაციო ცენტრის და მისი დაუშვათ რაღაცა ბიზნეს კაბინეტის არ ვიცი თანაარსებობა ამ დერეფანში არის შეუძლებელი ლოჯისტიკურად. ესეთი იყო მათი პასუხი. ამ შემთხვევაში თუ შეიძლება რომ ვილაპარაკოთ დისკრიმინაციაზე. პირველ რიგში ალბათ მნიშვნელოვანია ის, რას გადაწყვეტთ. თქვენ ალბათ არ უნდა შეწყვიტოთ კონტრაქტი და ხელშეკრულება და თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ამ სივრცეში გააგრძელოთ თანაარსებობა, მაგრამ თუ ამ ურთიერთობის, სამართალ ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა, თუნდაც ლოჯისტიკური მიზეზებით და ამგვარი ახსნებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მაინც დავინახოთ დისკრიმინაციული მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ვამტკიცოთ, რომ შეიძლება ფორმალური ახსნა ამ კონტრაქტის შეწყვეტის ან სხვა ტიპის შემოთავაზებისა თქვენს მიმართ. მათი მხრიდან შეიძლება იყოს ახსნილი განსხვავებულად, ეს იყოს რაღაც ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხები, მაგრამ ამის ნამდვილი შინაარსი შეიძლება იყოს სხვა. და ძალიან ბევრი იმ არგუმენტებით, რომელზეც თამარა თქვენ საუბრობდით, შესაძლებელია რა თქმა უნდა იმის მტკიცება, რომ ნამდვილი მიზეზი იყო ის, რომ ამ სივრცით სარგებლობენ კონკრეტულ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები და მათი აქ თანაარსებობა იყო მიუღებელი ვიღაცებისთვის. ამიტომ თუ ეს შემთხვევა შევა მდგომარეობაში, როცა ამ სივრცით თქვენ ვერ ისარგებლებთ და ეს იქნება უფლებაში ჩარევის ნაწილი, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს დასაბუთებადი, რომ სწორედ ეს ნიშანი გახდა აი ამ სამართალ ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. რა გადაწყვეტილება აქვს ინგას ამასთან დაკავშირებით? მე მინდოდა ეხლა რომ გამაპატიეთ ჩემ ჩავრთულიყავი საუბარში. მე რისი თქმა მინდა იცით, ჩვენ ამ სივრცით რა თქმა უნდა აღარ ვისარგებლებთ არავითარ შემთხვევაში და აქ არის ერთი მიზეზი. ანალოგიურად ჩემ შვილს შრომის უნარი უკვე იცდება, როდესაც იმ ადამიანებს ხედავს დერეფანში და მე მინდა რომ ჩემო შვილმა კარგად ივარჯიშოს. მაგრამ არის თუ არა ეს პასუხი ამ შემთხვევაში ინგა? არ არის პასუხი, რა თქმა უნდა. ჩვენ აი როგორ გითხრათ, ჩემოდნებზე ვზივართ ესე ჟარგონულად რომ თქვა, ძალიან დაძაბული ეს ორი კვირა გამოვიარეთ, საკმაოდ დაძაბული, მოვძებნეთ ახალი ფარდი. სადაც უნდა გადავიდეთ, გადავიყვანოთ ეს ბავშვები და მიზეზი რა არის? რა თქმა უნდა იბრძოლო ამ შემთხვევაში ადამიანმა, უნდა მიახვედრო ის სხვა ადამიანი რო შეცდა, რომ ესე არ შეიძლება, ესეთი დამოკიდებულება არის მცდარი. მაგრამ ყველა აბსოლუტურად ვინც ამ ცენტრში ვართ დაკავებულები, პოლონელი სპეციალისტების გარდა ვართ მშობლები. ჩვენ ალბათ აი წეღან გითხარით, არ ნერვიულობ თქო, მაგრამ ეკას ჩანაწერს რომ მოусმინე, მეც ცრემლები წამომივიდა. ჩვენ დედები ვართ და ვერ ვაპატიებთ უბრალოდ, ალბათ ადვილი გასაგები იქნება. ვერ გამოდი გავიგოთ ინასგან რა საკანონმდებლო მექანიზმები არსებობს ამ ვერ პატიებისთვის. კანონმდებლობა ეჭვმეპარება რო აქ დაგვეხმაროს გიორგი. აი საინტერესოა ვინა რას გვეთქვის, რა გვაქვს ჩვენ, რა მექანიზმები გვაქვს, რომ ინგამ და სხვა მშობლებმა თავი დაიცვან.
ხო, თუ ცენტრი თვითონ გადაწყვეტს, რომ გადავიდეს, ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა სამართლებრივი პარკეტი დარჩება. ანუ ბრძოლის შემთხვევაში და უფლებების დაცვის გზა არის გზა დარჩენის, თანაარსებობის, მცდელობის, მათ შორის აქ შეიძლება იყოს გამოყენებული სამართლებრივი მექანიზმები, არა მხოლოდ სამართლებრივი, რადგან როცა ვსაუბრობთ აი ამ დამოკიდებულებაზე, ჩვენ არ უნდა გვავიწყდეს, რომ მათაც აქვთ მიზეზები, რატომაც შეიძლება ჰქონდეთ ამგვარი დამოკიდებულება და ეს არის ის ცნობიერება, რომელშიც ისინი აღიზარდნენ, ხომ? ეს არის ის დამოკიდებულებები, რომელიც მათ უთხრეს, რომ არის სწორი და მათ არ გადაუაზრებიათ. მათ არ იციან, რომ ამ ბავშვებთან ურთიერთობა შეიძლება დაეხმაროთ ამის გადააზრებაში და მათ ეს შანსი არ არის, არ მისცემიათ. ამიტომ ძალიან ბევრი ამ ცნობიერებაზე იმუშავებს. ცნობიერების ამაღლებაზე ძალიან ბევრი სუბიექტი, ყველა აქტორი არის პასუხისმგებელი და დაწყებული სახელმწიფოდან მედიათი გაგრძელებული და არ ვიცი, ცენტრის თუ სხვა. მაპატიეთ, აი აქ ჩავერთვები კიდე ბოდის მოვიხდი რომ გაწყვეტინებ, ვინ არის გიორგი 21 მარტს მთელი საქართველო ჭრელი წინდით დადიოდა. ჰალსტუხი მხარზე გადაკიდებული ხელზე წამოცმული და რა ვიცი, იყო პლაკატები იყო და რა აღარ იყო. იგივე ადამიანები დარწმუნებული ვარ კაბინეტებში, Facebook-ები აჭრელებული ქონდათ ამ ჭრელი წინდებით. აუტიზმის საერთაშორისო დღე იყო რამდენიმე დღის შემდეგ. ანალოგიურად ვარ ცისფერი ბაფთებით და ცისფერი გულებით დადიოდნენ. ეს არის ფარსი უბრალოდ, მე რაც დავინახე. ვერ ვხედავ, ეს არის თამაში და ეს არ არის რეალური. კარგი, ერთი კითხვა მაქვს. სად არის ეს თქვენი ახალი ფართი? ისევ ქალაქის ცენტრშია, ისევ არის ისეთ, ასე ვთქვათ, ინტენსიურად ისეთ ადგილას, სადაც სხვა ადამიანებიც მუშაობენ, თუ სადმე მოშორებით? ეს აღარ არის ესეთ ძალიან ქალაქის ცენტრში, ეს იქნება სანზონაში. ოღონდ ეს არის საკმაოდ დიდი ფართობის კერძო შენობა. ვიქნებით მხოლოდ ჩვენ ამ ცენტრში, მაგრამ გვექნება ბევრად მეტი შესაძლებლობა ვიდრე ოღონდ მარტო. მაგრამ ისევ გამოდის, რომ იზოლაციაში გვიბიძგა საზოგადოებამ და ჩვენ და უნებურად ჩვენს აღმოჩნდით ამ იზოლაციაში. ხშირად ლაპარაკობდით პოლონურ მოდელზე და ნინიკო ფაქტობრივად გაიზარდა ამ პოლონურ სარეაბილიტაციო ცენტრში. იქ სად არის ეს ცენტრები რეალურად? ქალაქის ცენტრში თუ სადმე მოშორებით? აი, ცნობის არ ვიცი რომ დაიკმაყოფილოთ ცნობის მოყარეობა, ხო? ნინო ბოლოს სადაც დადიოდა. ეს არის ძველ ვარშავაში ტურისტებით დახუნძლულ ადგილზე. ხო, აი ეს ძალიან საინტერესოა. აი უამრავი ტურისტი, ესეც არის საოფისე შენობა, სადაც ნინიკო დამყავდა, ბოლოს სადაც დავდიოთ, აი ადრესადაც დავდიოთ, მაგას ისიც ძალიან ყველა იყო ქალაქის ცენტრში თითქმის. მაგრამ ეს ბოლო განსაკუთრებით ძელნიმიშ ესე ქვია, ნებისმიერ შეუძლია შეამოწმოს და დარწმუნდება რომ მართალს ვამბობ. საოფისე მრავალსართულიანი შენობა და ძალიან ხშირად არ ვიცი, აი ქონია იქაც შემთხვევა, აი წეღანდელი რომ აღვნიშნე, ხო? მიმიყვანია ბავშვი ნებისმიერ განამარტო იქ, სადმე ოფისში საქმეზე შევსრულარ, დამიტოვებია რომ ცოტა ხანი მიხედეთ რა. იქ არ ყოფილა ესეთი დამოკიდებულება, რომ მენეჯმენტის მხრივ ხელს უშლის ვინმეს მუშაობაში. და ეს მნიშვნელოვანია, ამას აქვს თავისი დატვირთვა, რომ ასეთი ტიპის ცენტრები იყოს ხალხმრავალ ადგილას, დასახლებულ ადგილას, სადაც სხვაც მუშაობს დაუშვათ. ჩვენმა ცენტრმა აი ამ დაძაბული სიტუაციის გამო ვერ მოახერხა აუცილებელია ეს რას ფიქრობთ ბრძოლის გაგრძელებაზე არ დარჩა ბევრი დრო და აი ეს მაინტერესებს ძალიან რომ ხომ არ ღირს უბრალოდ სხვა ანალოგიური შემთხვევის პრევენციისთვის რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამ შემთხვევაში არა მან აღარ ვიბრძოლებ ან იქნებ ლაპარაკი ღირს კიდევ ამ ადამიანებთან არ ვიცი აღარ ვიბრძოლებ მან და რატო აი გეტყვით უბრალოდ რა ნებისმიერმა ცენტრმა კი არა ბავშვისათვის აუცილებელია ჰაერზე გასვლა. ბავშვმა უნდა ისე იყოს. აი მე ვერ წარმომიდგენია, რამდენიც არ უნდა ვიბრძოლო. წეღან ტყუილად არ თქვი, რომ ჭრელი წინ დაქონდა ყველას ჩამოცმული ხელზე. მე არ მინდა, მე მინდა რომ გულით მიმიღონ. მე არ მინდა რომ ვიღაცამ, ნუ ნინომაც თქვა, არაფერს არ იტყვიან, მაგრამ ლიფტში ჩვენთან ერთად არ შემოვლენ. ეს არ არის ადამიანმა გული უნდა გაჩვენოს მართლა მართალი ადამიანი მინდა დავინახოთ ის რომ ვიღაც დასტამიკრავს არაფრის გამო და მეც ვიცი რომ არაფრის გამო მიკრავს არ მინდა. ეხლა სადაც ავიღეთ შენობა. ჩემი აზრით მთელი საზოგადოება დამარცხდა ამით ყველანი დამარცხებულები ვართ თქვენ რომ გადადიხართ ამ საზოგადოებამ უარი თქვა იმ
ძალიან ლამაზ შესაძლებლობაზე, რომ აი ეს დერეფანი გამხდარიყო რაღაცა საერთო სივრცე და ეს ადამიანები გაზრდილიყვნენ და გამხდარიყვნენ უფრო ტოლერანტულები. მე როგორც ვხვდები თქვენ არც ომბუდსმენისთვის არ მიგიმართავთ ამ საკითხით. აბსოლუტურად არავისთვის არაფერი არ გითხოვს, ვაპირებდით, მაგრამ მე რატომღაც არ ვიცი თავის შევიკავით ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. კარგით, ჩვენი დრო ამოიწურა, უკვე რვის ნახევარია. მე გემშვიდობებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. შევხვდებით პარასკევს, ხვალ კი ოთხშაბათს გადაცემა ნინო ზაუტაშვილთან ერთად გელოდებათ. დიდი მადლობა.